გამარჯობა, ჩვენი მორიგი ეპიზოდის დროც დადგა და ვიპყრობებით ისევ და ისევ პაბორ 24-ში, ისევ და ისევ ამ ლამაზ და გემრიელ სივრცეში და მადლობა მათ ამ მასპინძლობისთვის. YouTube-ზე, TikTok-სა და Facebook-ზე ძმების პოდკასტი ამ სახელწოდებით გამოვყვებით, გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და მოკლედ გამოვყვებით ჩვენთან ერთად იყავით ამ საინტერესო საქმეში. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, რამის თქმა ხარ გინდა ჩაისვით? არა. რაც შეეხება დღევანდელი ეპიზოდის პირველ ბლოგს, უცბად ჩამოვყვეთ ამბებს და ვიცით, რომ ეს ეპიზოდი რო დაიდება 2 დღეში, ანუ 5 ივნის საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ თამაშს გამართავს, დინამო არენაზეა, ხო? ფარარის კუნძულების წინააღმდეგ და სანიოლმა გამოაქვეყნა უკვე შემადგენლობა და ამ შემადგენლობაში ლიდერები თუ არ ჩათვლით დაცვის მცველების რამდენიმე მცველს ძირითადი ნაწილი მაინც ლიდერებისა ისვენებს და მოკლედ არ იქნებიან ძირითადად უფრო ლეგიონერებს და საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს მიეცათ შანსი ამ ამხანაგურ თამაშებში, იმიტომ რომ სტარებს ახლა მაგალითად კვარას ლიგის ფინალი აქვს სათამაშო, იქ მიქაუტაძეს რაღაც უკვე თამაშები აქვს ეს ეპიზოდი რო იდება უკვე თამაშები აქვს და იმედია რომ ჩემპიონიც არის და წარმატებებს უსურვებს. ხო და ისინი ისე მიქაუტაძე და ჟურიკოც აქაა ჩამოსული და როგორც ვიცი მალე წავა რომ ტრანსფერზე ლიგა 1-ში დარჩება დიდი ალბათობით და ნუ მოკლედ ვარსკვლავები შემადგენლობაზე რა სიტყვი ხო შემადგენლობაზე რა სიტყვი და ვიტყვი იმას რომ ძალიან ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ არაფერი თან ისეთ ნაკრებებთან გქონდა გამხანაგური თამაშები რომ ახალგაზრდებს დააკვირდება და თან ყველაზე მაგრა რა თქმა უნდა წონა სანიოლი მის თქვა რომ ამ ამხანაგური თამაშების შემდეგ მე წავალ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს დავესწრები რომ ვიცოდეს ამომავალ ახალგაზრდა ეროვნულ ნაკრებში ვინ მოხდებაო და ხო და ერთი არის თქმა უნდა იცი აი როგორც იქნა მივახციეთ და სანიოლმა მიაღწია იმ ამბავს რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ თამაშებს არ უყურებს როგორც თამაშს რომელიც აი უნდა მოვიგო. იმიტომ რომ აქამდე მანამდე ვერ ვიგებდით და ამხანაგური თამაში იყო რაღაცა დაბალი დონის ნაკრებებთან, რომლებთანაც უნდა დაგვემტკიცებინა რომ ჩვენც შეგვიძლია. ძალიან კარგი მიდგომებია რა, ვილიმ ბოდიში კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ეგ რას თქვი, ეგ თქვა და კიდე ის თქვა რომ არა ანგარის ჩემთვის მნიშვნელობა მთავარია, ჩემთვის როგორი თამაშენ ბიჭები ბურთთან ერთად და უბურთად რა სიხშირით, რა სისტრაფით იბენენ და ასე შემდეგ და ასე. ეს რეალურად არის გამოცდა და ძალიან კარგია რომ საბახარებაშვილი არის ყველაზე ახალგაზრდა საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში 16 წლის და 9 თვის. თუ 8 თვის და 10 თვის იყო ყენია, მაშინ ყანიას რეკორდი მოხსნა. კი ბატონო და ძალიან მაგარია რომ საბახარებაშვილს მიეცემა თამაში. აღსანიშნავია რომ გიორგი გაგუა გამოიძახა. გაგუა, რომელსაც კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა ახალგაზრდული. პირველი გოლი მაგან გაიტანა პორტუგალიასთან და მოკლედ ძალიან დადებითი კუთხით და დადებით ჭრილში უყურებ ამ ყველაფერს და მივესალმები რა თქმა უნდა ისევ და ისევ ეროვნული ლიგის და ლეგიონერების ნაკრებში გამოძახებას და პატარა ბიჭებისთვის შანსი. აუცილებლად მეც მანდ ვარ და იმედია რომ ეს ბიჭები დაამტკიცებენ რომ არავის ნაკლები არ არიან და საქართველოს ნაკლებს ისეთი შეუსება იქნება რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ნათელ მომავალს გვიქადის და გვიწინასწარ მეტყველებს რა. ამასთან ერთად ბარემ აქვე ვთქვათ რომ ამხანაგურ თამაშებს ნაკრები უკვე შეხვდება ახალი ფორმით. კი და რაღაცა ცოტა რეტროს ვაიბები მოაქვს იმ ფორმას და მე განხილვისაგანი გახდა ხო ღაზრი ორად გაიყო ამ ფორმაზე და იდეაში სტილი აღებული არის 97 წელს ძველი ფორმის ნაკრებს. უბრალოდ ერთადერთი რაც მე ცოტა მეუცნაურა ეს ღილები ნუ გასაგებია, კაი მაგრამ აი ეგრეა რა, ეგრე. ხო, დაახლოებით აი. ანუ მე იცი რა. პრაქტიკულად ახალი ფორმა მაცვია, ცოტა შეცვლილი აქვს დიზაინი. ფორმა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის პირადად ეხა მე რო ფეხბურთელი ვიყო და გასაგებია არ ვარ და უკეთიციან თვითონ, ცოტა არაპრაქტიკულია რა ეს თამაში. უფრო რთული არის, აი რაღაც გონია რა რაღაც მოჭერილი თუ აი არ ვიცი ხა დღეს გაიხსნიან რო რა, მაგრამ რაღაც ეგ არ მომწონს. აი მე ვერ ვითამაშებდი ეგეთი. არა, მესმის ხო იმ საკელოიანი მაისურით და ღილებით რა. პრინციპში რა ვიცი მოიგონდა მსოფლიოზე გავიდნენ და გახტილებით ჩაცმულებდები თამაშობ თოგი და არ აქვს მნიშვნელობა რა. მაგრამ ფორმას რაღაცა სიმბოლიკა რა თქმა უნდა რეტრო სტილი რო არის ეგ მომწონს მე პირადად კარგია ხო. მეორე ფორმაც იყო შავი ფორმა. შავი რომელიც აი ხო მაგრამ იცი რა არის? აი ეს ფორმა ეხა რაც გვეცვა რაღაც რებრენდინგიდან აი ამ პერიოდამდე და ეხა რო შევცვალეთ. მაშინ აი სულ ეგრე ხდება რა, სულ განხილვაა რა, ნუ მაგისტვის გამოდის ახლა ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს და თავიდან ამ ვერც ამ ფორმას ვეგუებოდით რატო რანაირად და ამ ფორმა მოგვიტანა ამ ფორმასთან ერთად მოვიდა ფაქტია ეს წარმატება და ვიმედოვნოთ რომ სოფლიოზე გასვლაც იქნება ამ ფორმით რაც
გუშინ თუ გუშინზე წარვადგინეთ. და ეგრე იყოს. ნახოთ, როგორი ფეხი ექნება, ფეხი რა, ხო, ღილი ექნება აღარ ფორმას საქართველოს ნაკრებისთვის. წარმატებები ყველა შემთხვევაში ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ თამაშებში, იმიტომ რომ სექტემბერში ვიცით რა ამბები გველოდება და მაგაზე მე უკვე ვილაპარაკებთ აერო მოახლოვდება სექტემბერში რადგან ფეხბურთშივე დავრჩეთ. მანამდე ვთქვათ, მოდი ძიუდოზე ვთქვათ. აი ბატონო, ძიუდოზე ვთქვათ. ხო, მსოფლიო ჩემპიონატი გვიახლოვდება. ხო. 13-ში ხო, 13-ში. 13 ივნისს იწყება უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, გაგრძელდება ინდივიდუალური გამოსვლები 19-ის ჩათვლით და 20-ში უკვე იქნება გუნდური, სადაც საქართველოს შერეული გუნდი, ანუ როგორც გოგოები, ასევე ბიჭები მიიღება მონაწილეობას და მაშინ რადგან შევხედეთ ბარემ შემადგენლობას, თქვა 60 კილოში იჭიდავებს გიორგი სარდალაშვილი. სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა. ძალიან და ბექაურის დაბრუნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ 60 კილოში იჭიდავებს გიორგი სარდალაშვილი, 66-ში ვაჟა მარგულაშვილი, 73-ში შავი, 91-ში ტატო და ზაზუ დალაშვილი, 90-ში იქნებიან კვლავ ბექაური და აიშურაძე. 100-ში იქნება ილია სულომანიძე და პლუს 100-ში იქნება გურამ თურიშვილი და ბარემ გოგონების ვთქვათ 52 კილოში იქნებიან ნინო ოლაძე და ეთერლი პარტელიანი 63-ში ეთერასკავშვილი და 78-ში სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა. და ბარემ ისიც დავამატოთ, რომ გუნდურისთვის დაემატებიან გურს გიორგი ბახბახაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი და საბა ინანიაშვილი და გოგოებიდან მარიამ ჭანტურია. შვენიერი გადასარევი და მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატს დასაპრობად რა პირდაპირ. შენც მიდიხარ მსოფლიო ჩემპიონატში და მაგ პერიოდში გადაცემა როგორ უნდა ჩავწეროთ არ ვიცი რაღაც მარტო ჩავწერ და იქიდან მაყურებელს ჩაგერთვები ხო უთხრათ რომ რაღაცა ამბები გვექნება ხო ბუდაპეშტიდან მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას და მემტოვებ ხო მარტო გაუძვიდი ჯანდაბას რაღაცას მოვახერხებთ მოკლედ მართლა ანუ რა არის იცი ყველა გადაცემაში მაგას აღნიშნავს სადაც ძიუდოს შეეხება რომ გუჯეძას რო ყავდა სულომანს რო ყავდა ყველა განსაკუთრებულად ელოდება მსოფლიო ჩემპიონატს რაღაცა მოლოდინიერი განსაკუთრებული იქ ის დატვირთვა აქ ამას რომ ბექაურს ყველაფერი მოგებული აქვს მსოფლიოს გარდა იქ სარდალას დასაცავი აქვს მსოფლიო ჩემპიონატის არშია წითელი არშია ბატონო ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და სულომანიძე მაგერ ევროპის ჩემპიონი რო გავხდიო გამეხსნაოდო ყველაფერს მოვიგებ ვატიო და ბარემ რომ მიაყოლოს აქვე მსოფლიო კარგი იქნება და ასე შემდეგ რომ აღარ გავყვეთ ხა ძალიან რა კარგი მაგას მოკლედ ნახავთ 13 ივნისიდან გველოდება ძიუდოს ზეიმი იმიტომ რომ ჯერა რომ მედლები წამოვა და წამოვა საქართველოში რასაც მივეჩვეთ კი ბატონო ერთ თემაზე ამას მე სტუმართან ერთად ვილაპარაკებთ და ცოტა შეგეტყვით ვინ იქნება ჩვენი სტუმარი ამ თემაზე რასაც ახლა ვიტყვი სრულიად სამარცხვინო რაღაც საქციელი აბსოლუტურად სამარცხვინო გაუმართლებელი საქციელი ვინც არ უნდა იყოს ეგ ერთი, მაგრამ საქმე როცა ეხება ქართული ფეხბურთის ლეგენდას, გამორჩეულ კაპიტანს, განსაკუთრებულ კაპიტანს და გამორჩეულ ადამიანს, ჯაბა კანკავას, რავი, არ მოსულა რა ტრიბუნიდან ეხლა ადამიანს აგინო და ფეხბურთის საკუთარი გუნდის გულშემატკივრობა არ არის მეტოქე გუნდის ფეხბურთელების გინება ან მეტოქე გუნდის გინება საკუთარი გუნდის გულშემატკივრობა არის ცოტა სხვა რაღაცაა რა პირველ რიგში პატივისცემა არის მეტოქე გუნდის და მეტოქე გუნდის ეს Facebook-ზე დავწერე და ეგრეა რომ ცოტა წარმოუდგენელი ამბავი რომ ჯაბა კანკავას როგორ უნდა აგინო ტრიბუნიდან იცი რა არის მან მეორე თემა იყო რა რომ კი ახლა ვერა ხო ხტები რომ შედიხარ ვერავის ვერ შევუზღუდო რომ ეს არქნა ის არქნა რაღაცა წესებია ყველაფერს გასაგებია მაგრამ შენ თვითონ ადამიანი როგორ უნდა ჯერ რატო ვის გააჩნია ახლა მე იმას არ ვამბობ რომ დებიუტანს უნდა აგინო თქო მაგრამ ჯაბა კანკავას რო შეექება საქმე კაცს რომელიც მართლა შენი ქვეყნის ფეხბურთის მთავარი სახე იყო ბევრი წლის განმავლობაში კაპიტანი იყო მართლა კაპიტანი რასაც ნიშნავს აი ეგ შექმნა საქართველოს ფეხბურთისთვის და ევროპის ჩემპიონატზე არ წავიდა იმიტომ რომ ახალგაზრდებს და რამოდენმე ბიჭ დაუთმო ადგილი რომ ისინი უფრო გამოადგებიან ნაკრებს მომავალში და მე მალე დავამთავრე კარიერას დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში და იმიტომ კი არ დაბრუნდა რომ სიტყვაზე არ ვიცი მე კონკრეტულად დეტალები მაგრამ რაღაცა ფულის ან დეტალი იმის ხელფასის ან რაღაც გამო დაბრუნდა იმიტომ რომ დინამო თბილისი არის ახალგაზრდა გუნდი, ყავთ 16-17 წლის ბიჭები სულ და ის მშობლიური გუნდია. ხო, და მის მშობლიური გუნდია და დაბრუნდა იმიტომ, რომ აი ამ ბიჭებისთვის კიდევ უფრო დიდი мотиваცია მიიღო და ხარაბაძემას დათო ხარაბაძემ ნაკრების ექიმა, დინამოს ექიმა. ჩვენთანაც ისაუბრა დასვენების დღეებშიც კი ჯაბა კანკავა არის ფეხბურთელი, რომელიც მიდის და დარბის 100 მეტრიანს მარტო სურო დასვენება გავლენა აქვს ამ გამოსვლისას ახალგაზრდა ფეხბურთელებს. და სხვათა შორის წერან რამოდენმე წუთის წინ დაწერა გორიძილამ განცხადება Facebook-ზე და დისციპლინარულ კომიტეტს მოუწოდეს რომ ბოდიში მოუხადეს თვითონ
და ჯაბა კანკავასაც და იქაც აღნიშნეს რომ ჩვენთვისაც როგორი ლეგენდა ამას განხილვა არ ჭირდება და გთხოვთ რომ გავუქმოთ წითელი ბარათი. ვა. ხო, ძალიან დასაფასებელი ისაა, მაგრამ მე პირადად რაც მივესალმები, შეიძლება ჩემი აზრით არავის არ აღნიშნულოვან, მაგრამ მე ჩემსაც მაინც ყოველთვის ვიტყვი რა, მივესალმები იმას, რომ აი ეს ადამიანი იყოს იდენტიფიცირებული და არასდროს აღარ დაუშვან სტადიონზე, მარტო გორის დილას თამაშზე კი არა. საერთო სტადიონზე აღარ უნდა დაუშვან, იმიტომ რომ ესეთი პრეცედენტები არ შეიძლება და აზიანებს ქართულ ფეხბურთს, პირდაპირ ვთქვათ რა. მართ აი გაუბრაზდი ჩემ ხანაჭერა ჯაბას ყველას. ხო, 3-ჯერ და 4-ჯერ რომ გაფრთხილებენ რომ არ გააკეთო და იგივეს რო აკეთებ და კაცი შენსკენ მოდის და ტრიალდები და მორჩიო თვითონ თხოვს და გამოდის და ჯაბა კანკავა ესა და ეს ხარო რომ ეუნები, მაშინ მე რაღაცეებისთვის მზად უნდა იყო რა. აი, მოდი ამაზე სტუმარსაც ვკითხოთ მე როცა შემოგვიერთდება და ბრას ვერ მავალ რა. არა, მართალი მეც ეგრე ვარ და აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორი. და ბოლოს ერთ გეტყვით რომ კონფერენს ლიგა ჩელსიმ მოიგო, მეტის თქმა არ მსურს, იმიტომ რომ არა, ერთი ვთქვათ რომ ჩელსი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ყველა ევროტურნირი მოიგო საერთოდ. კი ბატონო. ყველა ევროტურნირი მოიგო. და 3-21 საუკუნეში. კი ბატონო, გეთახა. ბევრი არც ღირს ამაზე ლაპარაკი, პირველი ტაიმი მოკლედ ვთქვათ იყო ის რომ ბეტის ქონა უპირატესობა და მოიგეს ერთი. ნუ კლასმა მოიგო, რა საბოლოო ჯამში მოიგო გუნდმა, რომელიც მოექცნენ ხო? რომელიც უფრო გამოსტილია და უფრო მაღალი კლასის გუნდია რა. კარგი, ეს მინდოდა მეთქვა, სანამ წავალ სტუმართან, მამდე კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ პაბორმოს და ვიყოფებით ძმების პოდკასტი YouTube-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე გამოვყევით ამ სახელწოდებით, გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და და ბარემისიც აქვე აღნიშნავ იმას, რომ 2000 გამომწერზე, როგორც ვთქვით, ათამაშდება ხუჩა კვარაცხელიას ფორმა, თავისივე ხელმოწერით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა. და ვინიც ის უკვე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც კი იყოს მაგდოს ხუჩა კვარაცხელია კი არა და აგერ გავიგებთ ეს ეპიზოდი რომ დაიდება გვეცოდინება უკვე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართული ექნება თუ არა კიდევ ერთ ქარტი კიდევ ერთხელ უსურო წარმატებები ხუჩას ფინალში და გადავიდეთ სტუმარზე გადავიდეთ სტუმარზე ჩვენი სტუმარი იქნება წარადგინეს არა ძალიან მაინტერესებს შენ როგორ წარადგენ იმიტომ რომ ამ კაცი იმდენი საქმიანობა ესე რომ ვთქვათ იმდენი წოდება ლეგალია რომ კარგი როგორ დავასახელო. ამიტომ მოდი თვითონ დავასახელო. ჩვენ თქვა სახელი და გვერდი და მოვიდეს და თვითონ გვეყარაკო. კი ბატონო. ვახტანგ ბოლოთაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი რამდენიმე წამში შემოგვიერთდება. წავედით. ვახტანგ ბოლოთაშვილი, ჩვენი სტუმარი. ბრავო, აი ხა მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ. ჩვენ რაღაც ვიორჭოფეთ. მოდი თვითონ თქვას. აი გივი მაჭარაშვილი ყავდათ, ნინიაშვილი ყავდათ, ტატოვაცი კაცი ყავდათ, მაგრამ როგორც იქნა წესიერი სტუმარი მოიყვანეთ რა. სხვათა შორის მივედით, მაგრამ ამას ვეუბნებოდი რომ მეთქი ბიჭო, ვახო მოვიყვანოთ. თამასა რო აწიეთ, მე უკვე მე მომიყვანეთ. მაგრამ შენ ხო გაგისწორდა? კი, კაცო, როგორ არის? როგორ ხარ ვიღაცა კომენტარი, კარგად თავად? არა გუშავს მელანელა. ვცდილობთ. ვინ ხარ, აბა შენ თვითონ გითხარი ხარ, რა რეგალიე მაიმუნი კაცი. აი მორჩა. ანუ იცი, ეხა კომენტარებში მიდია, მიხვდება ხალხი, რომ ვიღადავე რა, გიგი მაჭარაშვილზე იმას. მაგას ვერ გაიგე. ან რო ამოიჭრას რა და სამე დაიდოს და ეს ნაბოზარი ვიზიტა. ამას გონია რომ გიგი მაჭარაშვილზე მაგარი გონია თავი? არა უშავს მე თუ მაგენს მეგობრებო არა უშავს აგერ ჯაბა კანკავას აგინეს სრულედ უმეზე. აი მაგაზე მინდოდა მეთქვა ხო რა რა და ჩემი ეს დაკვეთილი გინება იყო ჩემი აზრით. ეგ ხო მართლა. აუ სხვა შორის ეგ ვერსია წავიკითხე. იყო ეგ ვარიანტიო რომ ანუ როგორ იყო იცი მის თამაზე იყო ვიღაცამ თქვა რომ ტრიბუნიდან დაუძახო რომ რუსეთზე როგორ იძახე ეგეთ რაღაცეებს. რომ შენი ესე და ესე და ესე და ეს და მე მაგას მოყვა ეს ყველაფერი. არ ვიცი რამდენად მართალია რომ არ მოგატყუა, მაგრამ წავიკითხე ეგ 1-3 ტიპს ეწერა, მის სტადიონზე იყო. უკეთ თვითონ ანუ მე ვივარაუდე რომ ეგრე მოხდებოდა თქო, იმიტომ რომ არის რომ მუშაობ რა ვიღაცას ეუბნები რომ კარში იქ მიხვალ იქ ვიღაცა ზოგთან არის რომ ცემი ხა ჯაბა კანკავა რომ ვიღაცამ ცემოს აი რა მოხდება ქვეყანაში ყვაზე ხანა ეს აი ვიღაცას და რაღაცა ბანძროჟას უეჭველი გადავხდიან მე ბიჭო მე ლუდს ვიკისებ აი ეგეთებს რაღაც მიცემდნენ მიდი რა შეაგინე რა რომ იცოდეს ბიჭო მაგან რომ არ შერჩება კარგი აზრის თქმა ამ ქვეყანაში რა ამ ქვეყანაში ნაბოზრები უფრო მაგრა ვართ რა და რაღაცა და ვიღაცამ შეაგინა კაც ჯერ გარდაცვლილი და რო ყავს და აგინებ ვისი ამორჩეველიც არ უნდა იყო მე კაცი არ ახლა მან თორდება ლაპარაკი ქართული კაცი ახლა არის ყოფილა ყოდარი დედის მქონე ადამიანზე გინებათ ან რომელიც ღირსეული ადამიანი არის რომელსაც სამშობლოთვის ბევრი რამე გაკეთებდა და მოდი ესეთი რამე ვთქვათ რა ჯაბა კანკავა მეურვე შემენაზე რაც ქნა რო თქვა რომ ჩემზე ბევრად ნიჭიერი ტიპები არიანო ჩემს პოზიციაზე რომელსაც მომავალი აქვს წინო და მოდი ის წაიყვანეთო ევროპაზეო ესეთი რაღაც თქვა კაცმა
ანუ აი რომელი ფეხბურთელი შენ რო ეხა რო ანუ ფეხბურთელი ჩემს რო თქო ვილისიანი სანიოს რომ ფორვარდის პოზიციაზე გიძახებო კაი თქო წავიდოდი არ მკიდია ჩემზე კაი ფორვარდები რო არიან იქ სკავზე ვიждდებოდი კვარას და იქ ევროპაზე გავიდოდი მაგრამ წიმა იმიტომ რომ სამშობლო უყვარდა პროფესიონალია თქვა რომ სხვები წაიყვანათო ვინც უფრო იმსახურებენ ეს არის ძალიან კაცური პროფესიონალი ფეხბურთული სასწრაფო იცი რა დაუზეობის სინდრომია რა ეგ ტიპი აი ეგ ტიპი თუ ტიპები თუ ვინც არიან უნდა დაიჭირო. კაცი არ თქვა, იმიტომ რომ არასწორი იქნება. ტიპი რა. როჟა. ხო, როჟები. ეგ როჟები. უნდა დაიჭირო და არანაირი რაღაც. ვიზაც უნდა ის გაუკეთოს, მაგრამ არასდროს არსად არ უნდა დაიშვან, არც თამაშზე, სადაც საზოგადოება. არც უბანში, არც ბირჟაზე. მაგასო, ხო. მოსახები მაგრამ არც ბირჟაზე რო იტყერა ეს ის ყლე არ არის, კანკავას რო აგინა. ეგრეა, მართლა. გორს ყავს ძალიან ღირსეული ფან-კლუბი, რომ კაცები რა, რომლებიც არიან სამშობლოს პატრიოტები და ვაჟკაცი კაცები და ეგენი ეგეთ რაღაც არავის არ შეარჩენენ რა. და იმათი ღირსების შელახვაც იყო. და ჩემი გორელის მაკაცების ღირსების შელახვა იყო და იმათმა კანკავას კი არ აგინეს და კანკავა კი არ შეურაცხყვეს, იმათმა შეურაცხყვეს ზოგადად გორელი ხალხი, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცი და მებრძოლიერია, ებრიელი ხალხი, ანუ ავი საქართველოს მე ქართლიდან ვარ რა, საგურამოდან და საგურამოდან ლაგოდან. ანუ თუ ერთ-ერთი მთავარი ტიპები ვინც იცავდნენ საქართველოს, იყოს ქართკახეთი, ხო, რა თქმა უნდა იქით იმერეთი, ანუ ყველაზე მეტი მოხვდათ ასე ვთქვა, ჩვენ მოხვდა, იმიტომ რომ გვიწევდა არაბებთან და 1000 საზიზღარ ხალხთან უწოდა და ასეთი ვაჟკაცი ხალხის მერე რომ ვიღაცა ასეთ რაღაცას კადრულობს არის გორის შეურაცხყოფა რა და მაგრატი ხო და გორის გუნდმა ძალიან ღირსეული განცხადება გაავრცელა ხო მეც მგონია რომ ჯავას გაუქმებენ იმ წითელბარათს ხო რა ხო რამ საჯმა იქ უცებ იღოს გადაწყვეტილებას ანუ საჯმა სწორი იქნა იმიტომ რომ განხსნა ხო საჯმა ქნა ის რაც უნდა იქნა საჯმა ყველა პოზიციაში სწორი გააკეთა ხო რა თქმა უნდა პროფესიონალი არის საჯის მაგამ ბავშვი ხარ აუქნა იმის მიღმა ეხა რა როგორ იყო ეხა იმ წამის მეთასების გადახარშვა თამაშზე მინდორზე როცა დაძაბული სიტუაცია ალბათ ერთ-ერთი სწორი გამოსავალი ეს არის სადისციპლინო კომიტეტი რას გადაწყვეტდა როგორ გადაწყვეტს ეს მათი გადასაწყვეტია და იმედია რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ მაინტერესებს როგორ გამოჩნდი საერთოდ რა თავიდან რა. კავშირი მამა ჩემი არის ლაგოდეხიდან, დედა ჩემი არის ლაგოდეხიდან და მამა ჩემი ჩადიოდა ხოლმე იქ რა და იქ გაიცო დედა ჩემი რა. აი როგორც მამა ჩემი ამბობს რომ ბიჭო ახო თავს უნდა დააკვირდე ცოტა რა ეგრევე ცოლად არ დამოიყო და 2 წელს ნახევარი აი მე დადიოდით მე მაშინ მუშაობდი არაგუში, კაი ხელფასი მქონდა იქ რაღაცა და 2 წელს ნახევარი მე საბერძნეთში წავიდნენ იქ დახვედა დაუჯახდნენ საბერძნეთში მე იქ ვიმაიმუნე რაღაც მიყვარდა მხიარულება რაღაც და აქ უკვე გამოვშდი კაბეინიდან ასე ვთქვათ რა და მე დანარჩენი ისტორია დანარჩენი უკვე ისტორია მე წამ იყო კავენის მე რაღაცა სპორტშოუები რაღაცეები იყო სპორტშოუ ეხლაც მაქვს სპორტშოუ ეხლაც არის კი YouTube-იც არის YouTube-ი მაქვს ჩიპსების ამბავში ვარ რაღაც მაიმუნობ ასე ვთქვათ და კაია ჯობია თავარია რომ სწორ ხაზზე ხარ ხო რა მე მახსოვ ხარ სუსუთავიდან საერთოდ პირველ შენ ეს გავიგე შენზე სპორტის კომაგებში ხო, კი, ქართული სპორტის კომაგებში. 2000 რომელი წერია? ხორვატიასთან მატჩის პერიოდში რაღაცა. 1-0 გოლ ეგ მაგთან. აი მაგის მერე ვიყავი, მაგ დროს უბრალოდ ტრიბუნაზე ვიყავი და მაგის მერე მალევე ვიყავი უკვე კომაგებში არ რამოდენიმე აქტიური იყავი რა და რეგიონებში ხშირად დავდიოდი, როგორც ვიცი, თამაშებზე, აი ეს ეროვნული ლიგის თამაშებზე და ხო? კი, გორის თამაშები ყოფილა რავი, ან იბერიას გულშემატკივარი ვარ მე, ძალიან დიდი რა მოწლებია. ხო, ვიცი, ხო აქ არის ფან-კლუბი გაკეთებული იბერიას. წლებია მე იბერიას ფანი ვარ და იბერიაზე გადაღებულის მაგ სიუჟეტები ორი სიუჟეტი მაგ 100 რომ მოიგეს რაღაცა და ძალიან გულშემატკივარი იბერია ზოგადად და გასვეთი რო ქონია ყოფილი ვარ სადღაც და ისედაც ყოფილი ვარ რავი ბათუმი რაღაცა ქუთაისი გორი ბოლნიში ყოფილი ვარ თამაშზე კიდე და რავი გასული თამაშებზე ყოფილი მაინტერესებს ჩემი მთელი კონტენტი 90% არის იმპროვიზაცია ძალიან ცოტა რაღაც არის დადგმული დაწერილი ხა მაგალითად ნაკრების თამაში რო წავედი და კიბით უნდა მისულიყო ეს კიბით მისვლა დაწერილი მქონდა მოდი კიბით მივიდე რომ ვითომ შევიპარო მაგრამ იქ რაღაცა რო გავედით ევროპაზე და მე რუსეთს რო ვაგინე და რაღაცა რო მოხდა და ის მოხდა ეს უკვე ძალიან იმპროვიზაცია რო ისა საერთოდ იყო დაგეგმილი მაგალითად რომ ინტერვიუ უნდა მქონოდა კვარაცხელიასთან ან მამარდასთან თამაშის მე და შევიპარე რა თამაშზე და აი ახლა ყველა მიყვარს გადამყიდველებით მიყვარს ტიკეტშიც მიყვარს საბერძნეთის ის კომაგებიც უყვარს უგვაგინებდა და რუსეთი
არა რუსეთის დედას მაინც აი ეს ხდება რა იმპროვიზაციით ყველაფერი გამოდის. აი ადამიანო ხარ ნიჭიერი და მოხერხებული ეგამბავია რა. ჯერ იმაზე მაგინეს. ერთი პარლამენტში ვერ შეიპარე. იპარებოდა, მაგრამ ვერ შეიპარა. პარლამენტში შესული. პარლამენტში შესული ხარ, მაგრამ თვითონ შენი პოლიტიკური ანუ მაგას გულისხმობ თორე ხო? არ მინდა ერთი მაგაციც მაინც ეკას. ანუ ეს ნაკრების თამაშს რომ შევედი ისე შევიპარე ბიჭო ინტერვიუზე რომ არ მოველოდი და მეთქი ვაი მე მამარდა გამოდის რა ვკითხო მამარდას რა ვკითხო და სპორტ შოუში ყავდა და მამარდა ეთამაშებოდა პენალტები ეთამაშა ჯოისტიკით რა იმას FIFA-ზე ტატიშვილს და მეთქი მამარდ ტატიშვილს პენალტები ეთამაშა გამოგადგა რა მეშ და დიახ რა თქმა უნდა ძალიან გამომადგა მეთქი კაი ეს და რა ვკითხო რა ვთქო მეთქი რონალდოზე და რონალდომ რო პენალტი დაგიტყავს რასიზამ მეთქი და გადავხტები და ავიღებ მეთქი და მეთქი ეს კარგი არის მეთქი იმიტომ რომ მოხდეს ისე რომ პენალტი დაარტყა ზამანა იყოს მეთქი აუ წამოგე TikTok-ი თები რა მოხდება და მე სპონსორთან ვიბლატავებ რომ ნახე ბიჭო ისნე მაგრა წურავდი ლოჩოს იმას ხო? ხო რომ ლოჩოს რომ მოეჩეხა ვიღაცა ლოჩო რომ მოკაჩა და მე რა აბდიკერა რა დავაი ლოჩების კოლალია თქო შორის ბავშვებიდან ვიცი ხო და მე გაიტრენდა რაღაც ვიღაცა ბებია ქალები ნარგიზა ცირეკიძეები და ვიღაცები მაგინებდნენ კომენტარებში რომ აი საკითხვა არის ჟურნალისტი ჯერ ჟურნალისტი არა ვარ იუმორისტი ვარ ქალბატონი და ხო და უბრალოდ მე ძალიან გატრენდა და კიდე კვარას მომენტი იყო კვარას ვკითხე რომ კრიშტიანო რონალდოს ხვდები მეთქი და როგორი შეგრძნება ასე სხვაები მარკითხეს და ძალიან მიხარია რომ იმედე მოგეცოთ მაისურს გავუცვლე და ეგ ვიღაცამ გატიტრა ინგლისურად გადათარგმნა და რაღაც 30 მილიონი ნახვა ქონდა რა მაგ TikTok-ს ვიღაცისას და მეც ეხლა სპონსორთან მივედი რომ ჩემი გაშვება ანუ მომენტ არ ცხვა მე რო არ გამიშვათ მეთქი აი არ გამოვა მეთქი ქართულ მაყურებელს უნდა შევაუჩოთ რას იცი რომ ვიღაცა ტიპს უყურონ ცოტა ხანი მას ერთი 10 წუთი ჩართო მოусმინო ვინ არის ტიპი და უნდა მიხვდე რომ კაი ტიპია რა თო დიმან ებიზერიეზი რომ უკვე ჩავთან ეგრევე ვიწყებს როგორც რომ ყვარა ძმაკაცი ხარ და ნაკრების სოციომედია მენეჯერი თავიდან ვიტყვი რომ უკვე ხო რაღაცა ისა ანუ ტიპმა რამდენი რამე იცის ხო შიდა თემები რაღაცები და ანუ ამ პოდკასტში უკვე ძალიან ბევრი საინტერესო რამე შეიძლება ითქვას ხო და ნუ რაღაც შეიძლება მოვიყვანო ვიღაცა მე ექსპერიმენტი ჩავატარე რაღაც პროცესს ვერ ვიტყვი ხომ მწვენია მე გავაიწყინება ვიღაცებს და რაღაც ექსპერიმენტები ჩამიტარები რაც კაი შედეგები დავიდე და გული წყვეტა მქონია რომ რატო ვერა ხო ხო რა აი დაწვენა რომ ხა ნილ დეგრას ტაისონი რომ მოვიყვანო შენ აქ და ელაპარაკო ნილ დეგრას ტაისონზე მეტი ნახვა ექნება პირობითად რომ მოვიყვანო რომელიმე ტოპ იუთუბერი რა სახეც არ გავარეკავ ხო ხო იმიტომ რომ მაყურებელმა ისე ერთი ნილ დეგრასის დედაც მოტყან იტყვის და ეგრე ანუ რა არის მეც ვარ დაკვირებული მე ხო სტატიებს წერ სპორტულს და ძალიან დიდი და ანალიტიკური და აი მართლა ძალიან ისეთი საინტერესო და ისტორიული რაღაცა ის რომ ანუ აქ სიტყვაზე ვამბობ ამას ნახო დაწერე რამდენი გამოიმუშავა ნიკოლას ვასილაშვილმა იმაზე როლან გაროსის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა შედი ძმა დედას გეფიცები რეკორდები მაქვს მაგითი მოხდა ერთხელ რა დამიმართა იცი და შემიშალა სათაური ანუ წერდი სტატიას და რაღაცა მართლა არაფერ დღეს აი იმ თამაშიდან სადაც მსაჯმა აი გახსოვს ვალენტინ იუანოვმა პორტუგალია ჰოლანდია რო იყო ხო ბევრი ბარად რეკორდული და რაღაცა წითელი და შემეშალა ბიჭო სათაურში და პირიქით დავწერე 16 წითელი ბარათი და 4 აუ რა ხდებოდა იცი იცი რამდენი ნახვა ქონდა სტატიას შევალ ფილმს ჩავართავ და სროლები სექსი რაღაცა და მორჩა რა აღარ მინდა ის რომ აი იქ ექიმა და დაღვრილი რძეში დედის მონატრება იგულისხმა აი წაეთი რეჟისორის დედასაც იქ იმას უქენი კაცო აი ის რომ და მინდა ნახო რა და უკვე ეგრე ვართ ყველა რომ ვიღლებით იმდენი რაღაცა აქვს. ისეთი რეალობის წინაშე ვართ. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ აღარ გვინდა ზედმეტად ტვინი კიდე იმაზე ვიჭრიდოთ, რომ იქ რა იგულისხმა ტიპმა, რომელმაც მართლა რაღაცა მაშინ რა ქვია რა დავრძეში დედის სული იგულმა. სპორტი გიდოდა. ხო, მოახლოვდა ფინალი. ლიგის ფინალი გვაქვს, მაგარი სანრო ეს ხვალე იდება? არა, ეს დაიდება ფინალი იქნება. ფინალი უკვე ჩატარდა. ანგარიში მითხარი და შეიძლება კეშბექი კი არა და ის რა ქვია. რა კეშბექი? წეღა გამოკითხავ ხარ როგორ ჯეკპოტში შეგაგდოთ. როგორ მორჩება ფინალი მეთქი წეღა მოკითხებ ქუჩაში კაც და აი როგორ რჩება გეტყვიო. როგორ რჩება მე სადგან ახ პატრიცემულო მეთქი რა მორჩება მეტყვი. ძალიან მინდა რომ აი 2-0 3-0 მორჩეს რომ აი 7-ად ვიყო. აი პირველი აი 2-0 მინდა რომ მორჩეს პირველი ტაიმი, რომ მე 7-ად ვიყო რომ აი აღარ ვინერვიულო რა, რომ აი მეორე ტაიმი 7-ად ვიყო. ეს გონია რომ ეგრე იქნება. არა კაცო რა მგონია. მაგრამ ისინია, მაგრამ მე მგონია რომ პენლებამდე მივა. მე მგონია რომ ინტერია ფავორიტი. დავიღუპები. ო ეგრე ჩვენ იმას ვამბობდით რომ რეალთან უშანსო და არსენალი თქვა და გადაურბინეს. რა
ბიჭო ის იყო მე ძალიან გამიხარდა რომ ბარსა ვერ გავიდა ფინალში, იმიტომ რომ ბარსა ჩემს მოიგებდა რა. მე მგონია რომ PSG-ს ბარსა უფრო გაუსწორდებოდა ფინალში ვიდრე ინტერი. კუნდე და ბალდე არ ყავდა ბარსას და მაინც რა მაგარი თამაში ჰქონდა ინტერთან. იმიტომ რომ ძალიან შემტევ ფეგურს თამაშობდა. ინტერი ყოფილა. ლევანდელი ბარსა ძალიან მაგარი. ხო, მაგრამ ხა ლევანდელი ბარსა ძალიან მაგარი იყო გუნდი. ანუ ლამაზ ფეხურს თავიდან ანებე რა მაგარი გუნდი იყო რა ვიცი. მე წინაზე ვთქვი, წინა გადაცემას არაერთხელ ვთქვი და ეხაც ვიტყვი რომ იმიტომ მგონია რომ ინტერია ფავორიტი, რომ ამ გუნდმა 2 წლის წინ იდენტური შემადგენლობით ითამაშა ლიგის ფინალი, ითამაშა ყველაზე ძლიერ სიტისთან და თან დაჩაგრეს, სიტი დაჩაგრეს. ერთი თუ ორი მომენტი ჰქონდა, ის როდრის გოლი იყო ერთი და რამოდენიმე ორი მომენტი ჰქონდა კიდე და ინტერს ჰქონდა 100%-იანი 4-5 საგოლე მომენტი, ლუკაკომ ორჯერ ვერ გამოიყენა და ერთხელ ფეხზე მოირტყა ცარიელ კარში. ნუ ხო და მგონია რომ ინტერეს გენახო მე მაშინ ძალიან. ხო რა, ნუ მე ზოგადად როცა ბარსელონა არ თამაშობს, ვარ იმ გუნდისკენ რეალის გარდა, სადაც ანუ მეტოქე უფრო სუსტია რა. ამ შემთხვევაში მგონია რომ მე მაგლოგი გითხრა ხოლმე ბარსასკენ. ხო და მე მგონია რომ ამ წყვილში პირადად ჩემთვის უფრო სუსტი როგორ არის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სანახაობრივი კუთხით PSG ბევრად კარგი გუნდია. მაგრამ როგორც გუნდი, ჩემი აზრით ინტერი უფრო ძლიერია ტაქტიკური თვალსაზრისით და მაგიტომ მგონია რომ ინტერი სადღაც აი 60-40-ზე, კაი 45-45-ზე ვთქვა. სანახაობრივი იქნება, რას ფიქრობ? აი არ ვიცი რა, გააჩნია როგორ წავა თამაში. თუ ინტერმა სტრაფი გოლი გაიტანა, არაფერი აღარ იქნება სანახაობრივი, მაგრამ ეგრე მგონია ყველა ეს. ის იყო მე ვეუბნებოდი ხა ჩემს მგონს კონფერენს ლიგაზე, რომ მეთქი კონფერენს ლიგის ფინალი, მეთქი ბევრად უფრო სანახაობრივი იქნება, მეთქი ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალი, იმიტომ რომ ის უფრო სუსტი გუნდები თამაშობდნენ რა იქ. ვახო, რა გეგმები გაქვს საომალოდ, რამე ხო გეგმა ისეთ საინტერესოს კიდევ უფრო მეტად. კი, ძალიან კარგი გეგმა მქონდა, მაგრამ ჩამიფლავდა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ წელს მე 12 შევავსე green card-ი, რომ ამერიკაში მომეხია. და კიდევ იგივე გეგმა მაქვს, რომ ეხლა მე-13 ჯერაც შევავსო, რომ იქნებ მოვიგო და მოვხიო რა. ძალიან ცუდია. არა, იმიტომ რომ არ გამოდის არაფერი. ეგრე, არა, გეთა. აგერ ვახტანგურები ნახეთ, მეგობრებო, გინ Facebook-ზე, გინ YouTube-ზე. Facebook-ზე ბევრი ნახავ, მაგრამ YouTube-ზე არ აქვს, მაგრამ რავი, დამიხურეს ეს პროექტი, აღარ აინტერესებს, რომ გერმანიაში, აი გეტყვით რა, გერმანიაში, ჰამბურგში რაღაცა კვარას კრიტიკა რო დაიწყოს, მაგრამ მომიშალა ნერვები, რომ მეთქი კვარა გუნა გააკრიტიკო ბიჭო რა ვიცი და ავდექი და გავედი ქუჩაში, გერმანიაში, ღამის 3-ის ნახევარი და ვეკითხები ტიპებს, რომ which Georgian footballer do you know? მე ქართულ ფეხბურთელი იცი და აი კვარა ცხელია და ნეტა ჩვენთან იყოს და ლივერპულის ფანმა და სიტის ფანმა და ვიღაცა ნეტა ჩვენი ფეხბურთელი იყოს და კვარა მაგარია და კვარა the goals და მაგარი ანუ და ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობოდა და ნუ მაგ ეპიზოდს აქ რაღაცა 500,000 ნახვა აქვს თუ რაღაცა 600,000 ლაიქი და წამოდი ღამის 3-ის ნახევარზე გავედი, გადავიღე, დავამონტაჟე, რომ დილის 10 საათზე დადებული იყო, მე ვამონტაჟე ყველაფერი და ასეთ შრომას არ გიფასებენ რა, ფაქტია რა, არ აინტერესებს ტიპებს რა. და ნუ სამწუხარო არის და ნუ ესეთ შრომა თუ არ მიფასდება და გულწრფელი რაღაცა არც იუმორი და არც ის არ მინდა რა. მირჩევენ წავიდე ჭურჭელი ვრეცხო ამერიკაში და ბედნიერი ვიქნები. ისეთ საქართველოს მენატრება, სადაც ტოქსიკურობა ისე არ იყო რა. აუ, ძალიან თუ აი მართლა ბოლო წლები განსაკუთრებით ეგრე. ბოლო წელი 2018-დან ძალიან ტოქსიკური გახდა საქართველოს და ძალიან სუდათავა რა. მართლა ჭურჭელს გარეცხვა, იმიტომ კი არ მინდა ხახორო იქ. მართლა ძალიან ტოქსიკური გარემოა საქართველოში რა, აი ქუჩაში, Facebook-ზე რა. აი რაღაცა კარგი რაღაცა ვიდეოს რო ნახო, კარგი ვიდეოს და საყვარელი ვიდეოს ქვემოთაც კი იმდენი სუდი რაღაც იწერება ხომ რა. ნეგატივი ხო და უაზროდ ანუ დაუმსახურებელი ნეგატივი. ანუ ვიდეო ნახე ქალბატონის ის ავტობუსს მოაყენებს და შვილი უიღებს ვიდეოს რა, რომ დედაო და ამ ქალბატონს უხარია რომ შვილი დახვდა გაჩერებაში და ძალიან ბევრი ნახვა და ამათი ახლა კარგია დედაშვილობა რაღაც მე ქალბატონი ავტობუსზე და იქაც კი ერთი 30 სუდი კომენტარი ეწერა. ვიღაცას ბოდიში რა ვიცი ცოტა რთული თემა მაგრამ ვიღაცას მოკლავენ ქალს და კომენტარებში წერია რომ ღირსი იქნებოდა. აი არ შემიძლია რა კვარას და ეხლა ლიგა 1-ს ბოლოტოში რომ LGBT-ის ლიგა 1. ხო, აი კვარას აგინეს, ხო? ამაშა უგდეღადა ფოტო ძალიან რომ ვიღაცა ბიჭი უწევს რომ არ იყო, ესეო მე ვერსად ვერ ვნახეო, მე ვიღაცა გოგო უგდებს რომ ამ ფოტოს რომ სამივეს რომ ესე ეგეთა და არ იქნება ეგ მართალია. თუ მართალია, მონტაჟია. თუ მართალიარიო, არ მინდა მაგ სიტყვებს თქვა, ანუ ისე დაწყევლეს სამივე. ჟორჟი ზურიკოს და კვარაც რომ აი ჯოჯოხეთის ეცხლიო და რაღაც კატასტროფები რა და აი რის გამო რა აი მაგას ვხვდები რის გამო რა. იცი რა არ არსებობს იდეა რომელზეც არა ვართ გაყოფილები ქართველები რა, ამიტომ ჩვენ სამი ხო ვითანხმდებით რაღაცაზე.
მაგრამ ჩვენ სამში ჩამოაგდებენ თემას, რომელზეც საბოლოო ჯამში სამივე ვიჩხუბებთ. მაგალითად, COVID ანტივაქსერი იქნები შენ, მე ვიქნები 5G ინტერნეტის წინააღმდეგი და შენ იქნები კიდე რაღაცა რა. პირადობაში, მაგალითად. რაღაცა პირადობაში. და ჩამონტაჟება ჩიპებს. ხო, მაგრამ მე და ეს ვფიქრობ, რომ ეს სისულელია, მე და შენ ვფიქრობ, ეს სისულელია, თქვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისულელია და სამივე სისულელია, ხო, იდეაში და რომ იმიტომ რომ ვისაც უნდა აიცრება, ვისაც უნდა პირადობას არ აიღებს, ვისაც უნდა არ აიცრება და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ეს 100 ადამიანი რო შეკრიბო, ამ 100 ადამიანიდან აი ვერ შანსი არ არის 5 ნახო, რომ არ იჩხუბოს ერთმანეთში, იმიტომ რომ აი რაღაცაზე უეჭველი დავაყრით და ერთმანეთი შეგვიზღდება. ბოლოს იმქამდე მორო ბარსა რეალზე მაინც დავაყრით და შენ ერთმანეთს. ხო რა გასა რომ მოდრიჩი ჯობია ინიესტასო და შენ მეტყვი რომ ინიესტა ჯობიაო მე გეტყვი რომ მოდრიჩი ჯობია თქვენ რომ ეგრეა არ არის ეხა მაიცა მე შენ მეტყვი რომ რაკეტიჩი რო კაი გოლები და ასისტები აქვს მე გეტყვი რაკეტიჩი დედაც თქო და ესე რა კროსი რო გეთქვა შენ არ შეგდავებოდი არა კროსი ხო რა არა ხო აი მართლა ძალიან ტოქსიკური გარემოა და ძალიან რთული სიტუაციაა და იმედია რომ არ ვიცი იმედია არა მე მაგალითად იმედს ვერ ვხედავ უახლოესი პერიოდი სანამ ვიღაცები ნახვი აქედან. სამწუხაროდ ერთმანეთს უნდა გვიყვარდეს რა. ხო, არ შეიძლება ეგრე. მოდი მაშინ წავიდეთ ბოლოს. UFC-ზე რას ფიქრობ თუცებ მაინტერესებს? UFC ახლა რაშია ხო? რას ვთქვია მგონია რომ მერაბა მოიგებს, მაგრამ ბევრად უფრო გაუჭირდება ვიდრე წინა ბრძოლა, იმიტომ რომ ის ძალიან გიჟივით ემზადება. თან ამან თითი მოიტეხა. და ჩემის ძალაშია ილიას და ოლივერას მაქსიმუმი გაუკაჩოს მეორე რაუნდი. აუცილებლად. აი მეორე რაუნდი შუაში შეიძლება მოწყვეტი დაალოს. კეთდა ჩენდლერთან ისე გაუჭირდა ოლივერა decision-ამდე მივიდა რომ აი ასეთ ბანძ ჩენდლერს რო decision-ამდე მიყავხარ ილიასთან ვინც არ უნდა იდგეს ყველაზე მაგას ვიტყვი რომ აი მაქსიმუმი 3 რაუნდი ნოკაუტი. ოლივერი ისე მიყვარს. ხო ეგრე მიყვარდა მე ჰოლოვეის და ვოლკანოვსკი მიყვარს ძალიან. ჰოლოვეიზი მეტად მიყვარს ოლივერა კიდე. აი ყველაზე მაგრამ ვოლკანოვსკი მეოსება მაგას. ვოლკანოვსკი ყველაზე მიჩვენია, კი, მაგრამ ვოლკანოვსკის მერე ზოგადად UFC-ში მე ვოლკანოვსკის მერე ყველაზე მეტად მიყვარდა ოლივეირა ყოველთვის ძალიან მიყვარს ოლივეირა, ძალიან. ნახოთ, ხო, ლეგენდარული ილია ძალიან ცხადი ფავორიტია და მერაბის ფავორიტია, უბრალოდ ილია უფრო ფავორიტია. ხაბიბზე რას ფიქრობთ? რამდენად დიდი ლეგენდა თქვენს, აი ჩემი აზრით არ ვიცი. ანუ რა არის იცი შეიძლება ხა მაგინონ თან მაგაზე არა ვინც გაგინებს იმათთვის მაგარი სტატისტიკა მაგით და არ ვიცი რა ანუ ლეგენდა არ ვიცი მე რაბა ბევრად უფრო დიდი ლეგენდაა ვიდრე ხაბიბი ბევრად ისლამ ახაჩევიჩი უფრო დიდი ლეგენდაა ვიდრე ხაბიბი ანუ ეს 9-ით აფასება აი ხა მე გეტყვით ერთ სტატისტიკას უცებ უყურე ხაბიბის პირველ 15 მეტოქეს ხო 37-6-ზე ქონდა combined record. ანუ 37 მოგება და 26 მარცხი ქონდა პირველ 15 მეტოქეს. ანუ რამდენად დაბალი დონის მეტოქეებს ხდებოდა ხაბიბი? პირველ 15-ს. და ილია თოფურიას პირველ 15 მეტოქეს ქონდა 130 მოგება და 23 მარცხი. ანუ 23 მარცხი ქონდა თამა და 26 ხაბიბის მოწამე. 37 მოგება. რამოდენიმე ტიპი არის რომ 0-0-ზე ქონდა და ხაბიბს ეჭხურა. კი, პირველად. ხო, ანუ წამოდგინე გადიხარ გონია რომ აი ჩემი კარიერა იწყება და ხაბიბს ხვდები. განა ძალიან მაგარი არაა და განა ლეგენდა არის. უბრალოდ ყველა დროის ტოპ 10 UFC მებრძოლში მე არ შევიყვანდი. მახაჩევს შევიყვანდი. კი, მახაჩევი კი. მახაჩევი ძალიან ძლიერი. კი, მაგრამ აი ხაბიბს არ შევიყვანდი. ფაქტია რომ სირბილიც ძალიან მიყვარს. ხო, არ გეწყინოთ, რა ქვია, ხაბიბის მოყვარულებს. ხაბიბის მოყვარულებს, რომელიც გეწყინოთ, კაც ხაბიბის არა, ძალიან ბევრი ტიპი არის, რომ ცოტა გონია რომ კარგად აზროვნებს და კარგად აზროვნებს თან და უბრალოდ ხაბიბი ევასებათ რა, იმიტომ რომ არ ვიცი, ან ხაბიბი არ მიმწონს. ისლამ ახაჩევი ბევრად კარგი მებრძოლია და კარგი ტიპია. ხო და მე მგონია რომ მერაბიც მოიგებს და ეგრე მაშინ რა ლოგიკა ଅଛି, ანუ მერაბასთან რა ლოგიკით აბრძოლეს უმარა. უმარი, ხო. ანუ მარტო მაგისთვის აბრძოლეს, რომ ხაბიბის ბიძაშვილია თუ ვიღაცა. აი ხა უწერენ იმას, ოქე. უმარი რატო აბრძოლესო? ოქე. უმარის ის გვინდოდა რა ქვია, რემატჩიო. და უმარის რემატჩის თვითონ უმარი არ ითხოს ეს ერთი. მერაბამ თქვა რომ ჩხუბი მინდაო მაისშიო და ესემალე ჩხუბი მოითხოვა ტიპა და კიდე სექტემბერში ითხოვს ჩხუბს და ხმა არ მოუღია არავის. ომალის გარდა და მოკლედ იმაზე მაქვს საუბარი რომ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ყვირებიანი კაცია მერაბ დვალაშვილი. მერაბ დვალაშვილი და ყველაზე ღირსეული ჩემპიონი. ეგა ხუთი მსოფლიო ჩემპიონი ყავს. ძალიან მაგარი. ნაცემი და ისე გახდა ჩემპიონი. ძალიან მაგარი. ძალიან დიდია რა. ეს ორი რო ყავს ძალიან საამაყოა რა. ძალიან საამაყოა. და ორივე მოიგებს. და ორივე მოიგებს. მეც გონია რომ ორივე მოიგებს რა. და თქვენ არაერთი კიდე რა მაგარი ტიპი მოდის UFC-ში, მალე იქნება, მალე. ლაშა მესხი არის დინამიტა, არ ვიცი YouTube-ის მაყურებელს აქვს თუ არა, ნახეთ ეგ ბიჭი.
ახლა ქონა პირველი MMA ბრძოლა 3 დღით ადრე დაურეკეს, 403 დღეში ბრძოლა არისო, თუ შეძლებოდა 3 დღეში წონა ჩააბარა, კემპის გაიარა და მოიგო 30-27 decision-ამდე მივიდა და დამიჯერეთ ის ტიპი ძალიან იღბლიანია, რომ decision-ამდე მივიდა, იმიტომ რომ ლაშა მესხი აგე დაიმართა ჩემი სწრები UFC-ს მომავალ ჩემპიონი. ჩავიწეროთ ლაშა მესხი. ამოვარდება მე რამოდენიმე წლის მერე, ხო? შენი წინასწარ. ნახოთ. ვახო, ხო არ გადავიდეთ თამაშზე. მაგის დედაცვათი. კაი, გადავიდეთ თამაშზე, ბოლო ბლოკი იქნება თამაში და თამაშს წარმოვადგენ და ვათამაშოთ ვახო. თამაში არის შემდეგი. ვახოს ვაჩვენებთ გრანდების, დღევანდელი გრანდების ძველ ლოგოებს, საფეხბურთო გრანდებზე საუბარი და ძველ თუ თავდაპირველ ლოგოებს. ნუ ზოგი სუპერული ლოგოა, ზოგი ცოტა მერია, მაგრამ ძველი ლოგოა. ოკეი. და ნახოთ რა 10-დან რამდენს გამოიცნობს რა. დავიწყოთ? დავიწყოთ. აბა? გრანდი რადგანაც თქვი ეს ლევანტე არ იქნება და ალბათ ვალენსია. ნუ ღამური წახვედი. ღამურა და ფერები რა. კარგი. მაშინ გეტყვი ეს ბარსელონა. ბარსას პირველი ფორმა 1000 მართლა? ლოგო. ლოგო არის 1829 წელს. ვაუ, ბრავო. წავედით. შემდეგი. გამერხა. არა, ეს ძალიან მარტივია. მოიცა ვერ ხედავ, ანუ მარსელია, ამოცეთ არა. ძალიან მარტივია, ძალიან. მანჩესტერ სიტი ეს. არა? სირცხვილი, მადრიდის რეალი. ეს იმდენად რთულია, რომ არის. კაი, გეტყვი. ეს ალბათ სუსკოფერებია, სუსკოფერები. ჰერტა? მიუნხენის ბაიერი. ჰერტა მე. ამაზე თქვი რომ კაკაბას სადაც თამაშს რა იმენა ზუსტად ეგ ლოგოა, ოღონდ წითელია. და მე ჰერტა მეგონა ვაფშე. 10-დან 0 რო იყოს ხوار გაგიტყდა. არა, კაცო, მაგრამ კიდია, პირიქით მაყურებლები და ეს როგორ არისოდაო. ეს ხო ეხაც მანჩესტერ სიტი. არა? პარი სენ-ჟერმენი. ხანდაო ბიჭო. ეს არის პარი სენ-ჟერმენი. სიტი არ არისო? სიტი არ არის. სიტი იქნება. აბა ეს. სიტი არის ხო? არა, მართლა PSG-ია. ეს F-ი. ეს რა, ბიჭო, ვახშე ეს რა ასუებია. CF. ხო, გავდა, FC და C. აუ, Celtic-ი ალბათ. კონფერენს ლიგა მოიგო გუში. Chelsea-ა. Chelsea-ა, კი ბატონო. აუ, რა ლოგოები გაქვს, მაგრამ ეს ვიცი. მაიმე ამას აქვს ასე. აუ, ეს რა Manchester United-ი ხო? არა? ვინა? ბიჭო, ეს არის მილანი. წითელი ეშმაკია და მილანია. ეშმაკი არ არის. აბა რა არის? ჩემთვისაც წითელი. მობას გაფიცებ ხა ეს წითელი ეშმაკი როგორ არის? კუდი აქვს ტიპს და ცეცხლი უკიდია თავზე და აი რამდენი არსება ის კუდი როა და ცეცხლი უკიდია თავზე და ეშმაკი არ არის. აი მობას გაფიცებ. აი ერთი დამისახელე კუდი აქვს თავზე ცეცხლი უკიდია და ეშმაკი არ არის. და ხმას არ ვიღებ. ვერ დამისახელე, რა. არა, დრაგონს არ აქვს თავზე ცეცხლი. აბა, აი ეს ძალიან ადვილია. ამბროსიანა გასაგები ხო ეს ინტერი. ეგ ინტერი. Yes! ოპა! შამპანური. ეს ძალიან ადვილია. უიმე. ბიჭო, არა, ძალიან მარტივი, როგორ არა. არა, მოიცა? ისა. FC და A. ვიცი, ხო, ისა. ეს დაჟე ახალ ლოგოს გავს. მეგონა. ახალ ლოგოს არ გავს. არა? მაგრამ ან მილანი არ არის? არა. ის თუ მილანი იყო როგორ არის? ის ინტერი იყო. არა. ისა მილანი. მოიცა? გეტყვი ხო? ლონდონია. რა მივხვდი ხო, აღარ უნდა გეტყვი. მართლა? კაი, მივხვდი, იმიტომ რომ უყურე ამას შეხედე იმას უგავს. კენონს უგავს. რა კენონ რა კერა ფუშენი რა. არსენალი რა, ხო? ზარბაზანი ხო? ზარბაზანის ლოგო არის იგივე და მაგიტო იგივეს გავს მე. ეს ორი. არსენალი. ეს ძალიან ადვილია. რა ქვია კაცო? ხედი ლოგო აქვს ეხლა. რა ქვია? ზებრაა რა, ჩათვალე. არა, რა ზებრაა კაცო? ჩათვალე და ზებრაა. კაი მოსა. მინიშნებას გაძლევ, ჩათვალე და ზებრაა. ზებრა თუა მაშინ იქნება დუისბურგი. არა, მართლა. აი იუვენტუსი. იუვენტუსი. 3. და ბოლო. აბა მინდეიჩი. სენტ-მარკსი ვესტ გორტონი. ნუ ინგლისურია რა. აი ეს გასაგებია, მაგრამ. აისა, არ თქვა? შენ მიხდი ამას? არა. იცი რა არის? არ ვიცი, ამ საერთოდ შენაირად გამ. ნიუკასლი. არა. მეორე შანსი მოგცე. აი, 3 წელი. არა, მოიცა ნიუკასლი თქვა რა არის? ახსენე, ამ თამაში ახსენე. გასაგებია მიხდი ხო? სიტი. ეგ არის, სიტი. კაი, მოდი
Waste Gordon-ია. მაი ამ დედას ვიცა ვარ შეიძლება მე ვერ გამომეცნავდე ანუ რამდენი გამოიქცა 4 გამოიცა. ძალიან რთულია მარტივია რომ ამოდის ანუ წითელია შანგი იყო ძალიან რა. ამ ეს ნანახი მაქვს რა მას ეს ლოგო. ეს გავს სხვა შორის ხო, მაგრამ მილანია რა. ხო, ნანახი მაქვს ხა გამახსენა ეს ლოგო. უბრალოდ მიუხედავად რომ ნანახი მაქვს, მეც კიდე რომ ნახავ მესამე კიდე იუნაიტед. კიდე ნაცი. ვახტანგ ბოლტაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მეგობრებო, მადლობას მოგახსენებ, ძალიან დიდი მადლობა. ვისი ამონე, საინტერესო იყო და წარმატებებს გისურვებ. პირიქით, მადლობა თქვენ. სამშაბათს ისევ შევხვდებით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ბაბორ 54-ში. გამოგვიწერეთ მების პოდკასტი YouTube, Facebook, Instagram-ი რა იყო და TikTok-ი და ოდნოები კონტაქტით როგორ არის? უკრო მოსკენით, რა ქვია, მოიწონეთ ეს ვიდეო და გვიკომენტარეთ და გამოვყევით რა. აი, თუ მე არ კაცი ძმები არიან რა. გენაცვალეთ, სამშაბათამდე.